საქართველოს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას მტკიცესული მე-12 მასპინძლობს ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მტკიცესული 2025 რეგიონის ორ ქვეყანაში საქართველოსა და თურქეთში ტარდება, რაც რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს. უწყების ინფორმაციით სწავლება კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში დღეს ოფიციალურად გაიხსნა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ევროპასა და აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების მე-7 არმიის წვრთნების სარდლობის მეთაურმა ბრიგადის გენერალმა ტერი ტილისმა. საქართველოს ამ მნიშვნელოვან სწავლებას უკვე მე-12 მასპინძლობს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საერთო ღირებულებებისადმი ჩვენს ერთგულებას და ურყევნებას, აქტიურად შევუწყოთ ხელი საერთაშორისო უსაფრთხოებას და სტაბილურობას. მინდა განსაკუთრებით მივესალმო და გულთადი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მე-7 არმიის წვრთნების სარდლობის მეთაურს ბრიგადის გენერალ ტერი ტილის საქართველოში ჩამოგზავნებისთვის და სწავლებაში მისი სარდლობის აქტიური ჩართულობისათვის. სწავლება მტკიცეს სული წლიდან წლამდე ვითარდება. მრავლის მომცველი ხდება და ჩვენ სამხედროებს ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესების და უნარჩვევების დახვეწის საშუალებას აძლევს. სწორედ ამ მრავალეროვნულ გარემოში ვსწავლობთ ერთმანეთისგან საუკეთესო პრაქტიკას. ვაძლიერებთ დობას, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევების ფონზე. ევროპასა და აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების სარდლობის სახელით მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის სტრატეგიული ვიმეორებ სტრატეგიული სწავლება, რომელიც საშუალებას გვაძლევს ავიმაღლოთ ურთიერთთავსებადობა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ სწავლების ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის ძალებია. მათ წარმართეს დაგეგმვის პროცესი და მოემზადნენ სწავლებისთვის. სწავლების აღსრულების პროცესში ქართული მხარე ყველა მონაწილე ქვეყანას ხელმძღვანელობს, დამკვირვებლებთან, მაკონტროლებლებთან და ინსტრუქტორებთან ერთად, რაც დაეხმარება სწავლებაში ჩართულ ყველა ქვედანაყოფს მზადყოფნის ამაღლებაში. ეს პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და უკვე გავიცნოთ ერთმანეთი. მტკიცესული 2025-ში საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების თურქეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად კიდევ 8 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. სწავლებაში ასევე ჩართულია 2 მრავალეროვნული ქვედანაყოფი.